2011 წელს კიმ ჩენ ილის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მისი უმცროსი ვაჟი კიმ ჩენ ინი მემკვიდრედ გამოცხადდა. მამის დაკრძალვაზე მის გვერდით შავი სამგლოვიარო ტანსაცმლით ერთი ახალგაზრდა ქალი დგას, თავი ოდნავ დახრილი აქვს, თვალები მიწისკენ, ცრემლები ჩაედინება, მაგრამ ძმისგან განსხვავებით მას იმ დროს თითქმის არავინ იცნობს. იო ჯანგი მთელი ცხოვრება ჩრდილში გაატარა. ჩრდილოეთ კორეაშიც კი მისი არსებობა საიდუმლო იყო. არც ფოტოები, არც ოფიციალური ხსენება, არც ერთი კვალი სახელმწიფო მედიაში, თუმცა მემკვიდრეობის ქაოსში ეს იცვლება. საწყის ეტაპზე ის უბრალოდ დამხმარეს გავს, ჩუმ მოუწესრიგებელ, გულმოდგინე ფიგურას, რომელიც უკანა პლანზე დგას. ძმის გვერდით უჭირავს საქახალდე, ან კრისტალის მძიმე საფერფლე, რომელშიც მწეველი დიქტატორი ყრის ფერფლს. გარედან თითქოს უბრალო ასისტენტია, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები, ის ყოველთვის იქაა. უნიშნელოვანეს მომენტებში, ყველაფრის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად. მალე ანალიტიკოსებიც ამჩნევენ მის არსებობას. დაზვერვა, ჟურნალისტები, დეზერტირებიც კი ერთსა და იმავე კითხვას სვამენ. ვინ არის ის?